დღეს უკვე მესამედ უნდა ჩავიდე მღვიმეში, რომელსაც სახელიც კი არ აქვს და არც რუკაზეა. მის შესახებ თითქოს არავინ არაფერი იცის. პირველ ჩასვლაზე აქ გავიგეთ დათვის ღრიალის ხმა, რომელიც ამის შემდეგ უკვე აღარასოდეს არ გამეორებულა. ნახოთ, იმედია ამ ჯერზეც იგივე არ გამეორდება. ვეცდები, რომ მღვიმის ბოლო წერტილამდე მივიდე და სხვა ჩასასვლელებიც ვნახო. ოღონდ რა თქმა უნდა ზემოდან. გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ BBL-ს. დაუბრუნდი ამ გამოქვაბულს, სადაც ოდესღაც ლუკასთან ერთად ვიყავი და გავიგეთ დათვის ღრიალის ხმა, თანაც სამჯერ. მაგის შემდეგ აგენია მიღებს ჩემთან საერთოდ ყოფილვარ. სახელი არა ამ გამოქვაბულს, არც შესწავლილია და არაფერი ეგეთი. ჩვენ შემთხვევით ვიპოვეთ მაშინ. გავუყვებით ახლა არ გადაღმა. აქაც რო ნაგავიყრია, გამაგიჟებს ეს ხალხი რა, სერიოზულად. აი, ღორები ხართ რა. ახეთ რა მაგარია, ზემოთ არის ასასვლელი. თუ არ დამიცდა. ანუ წარმოიდგინეთ, ეს არის მთის ქვეშ. შეიძლება ზემოთ სხვადასხვა სართულებიც ჰქონდეს. აქ ერთ-ერთი ჩასასვლელი. მე რა ესე მიუყვება გვერდით. ცა. აი იქით მიუყვება. აი ესე, ქვეშ. ესენი ნახეთ რუდინდელები არის. აი ამის ფორმირებას უნდა ძალიან დიდი ხანი. კარგი, ამას გადავწდეთ ფრთხილად. და თუნია ჯერ არ სადარჩანს, არ იდარდოთ. მაშინ მახსოვს მედან უკრემ ხმა რო გავიგეთ. ისე შეგვეშინდა, რომ ახლა ხო ძალიან ფრთხილად დავდივარ, სირბილით გამოვედით. ნახეთ ესენი მეგობრებო რა მაგარია. ძალიან მაგარი მღვიმეა. არა, არ შეიძლება, მაგით დააზიანებ. ეს ვიღაცა მოტეხა სავარაუდოდ და არც ეგ არ შეიძლება, საკმაოდ სქელია, ნახე. უნდა გავუფრთხილდეთ. აქაც ზემოდან არის ერთ სიცარიელე, აქეთ არა. აი იქ არის ერთ-ერთი კარგი ჩასასვლელი. ესენი სულ ჩამოტრეულია მეგობრებო ზემოდან, აი იქ რასაც ხედავთ ფენებს. ეს არ ფორმირდება. ზემოთ იყო და უბრალოდ ჩამოვარდა. აი იქ არის კიდევ ერთი ჩასასვლელი და აი ესე გასასვლელია. მაგასაც გავუყვებით კარგად. მეგობრებო, მე ზოგადად ასეთი საქმეების სპეციალისტი არ ვარ. არ მაქვს გარკვეული. იქით კიდევ არის გასასვლელი. შეხედეთ. კარგი ღრმა შესასვლელი ჩანს. რო გითხრათ, არ მაქვს ისეთი გამოცდილება და რაღაცა და ამიტომ აი სადაც ჩასასვლელია, შესაძრომია და რაღაც ეგეთ ადგილებში არ შევდივარ. იმიტომ რომ მღვიმეებზე არაერთი ცუდი ამბავი მსმენია. მაგალითად, ჯონ ედვარდ ჯონსის ამბავი, რომელიც ჩავიდა და თავდაყირა მდგომარეობაში გაიჭედა და მისი გვამით კი ვერ ამოიყვანეს. კიდევ უარესი ამბები. ჯონ ედვარდ ჯონსის ამბავს რაც შეეხება, ადრე სხვა არხზე მისაუბრია მასზე. საკმაოდ სევდიანი ამბავია. პირადად ჩემზე ძალიან იმოქმედა ამ ამბის გაგებამ და მოსმენამ. ის 2009 წელს დაიღუპა ნათი ფათის გამოქვაბულში. იყო 26 წლის მორწმუნე ქრისტიანი ადამიანი, რომელიც ამ საქმეთ იყო შეყვარებული. ის ჩავიდა გამოქვაბულში, მაგრამ იქიდან ვეღარ ამოვიდა. ვერავინ შეძლო მისი ამოყვანა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში დაიღუპა. თავდაყირა მდგომარეობაში გაჭედილი იყო ძალიან დიდი ხანი. მაშველები ყველაფერს ცდილობდნენ მის ამოსაყვანად, მაგრამ სამწუხაროდ ეს ამბავი ძალიან ცუდად დასრულდა. ამიტომ აი სადაც ფიზიკურად შემიძლია გადაადგილება თავისუფლად, იქამდე რისკავ, მე არა. მაგრამ იცოდეთ, ასეთი რაღაცეებიც რისკია უკვე. შეიძლება დათვით აკვდეს. ჩვენ მაშინ ღრიალის ხმა გავიგეთ სამჯერ. აი, ეგ იყო ერთადერთი შემთხვევა ცხოვრებაში, როცა ყველაზე მეტად შემეშინდა. თან ადრე იყო 2018 თუ 19 იყო, არ მახსოვს და მაშინ ბევრად ცხონაირი ვიყავი.
ხილად თქვენ აქ ცოტა ისეთი ჩამოსასვლელია და კარგად დაინათეთ მე. აი მეგობრებო, ერთ-ერთი ღრმა ჩასასვლელი. საკმაოდ ღრმად მიდის. აქეთ კიდევ ფენებია და კარგად გაჩვენებთ. კაი, გავუყვეთ მეგობრებო. ჯობდა გოუპრო წამომეღო. გადასაღებად. არა რას ვიზავთ. აქ უკვე დაკუზულს მიწევს სიარული. აი ესე. მეტი ვერ ვიმართები. აუ, რამხელა კოღოები არიან, ბიჭო აქ. ესენი კაცი ჭამია კოღოები არიან. თან ვაკვირდები მეგობრებო ყვარს. არ მოდიხართ? არ მოდიხართ? არა? მე გადავებით? არა, არ მეშინია, მე ბოლომდე გავალ, მაგრამ რატო არ მოდიხართ? არა, ძალიან კაი ჩამოსასვლელია, გოგო, ფეხი დადგით. ჩასავარნიც არ არის მაგ მხარეს. აი, აქეთ არის კიდევ ერთი გასასვლელი მეგობრებო. ვინმე გამოცდილი ჯგუფი თუ ხართ და ამ ვიდეოს უყურებთ და მიკავშირდით ამ გამოქვაბულის ადგილს გეტყვით და ერთი კარგად შეისწავლეთ, რა ძალიან მაინტერესებს. არც სახელი აქ, არაფერი ამაზე მე არ მსმენია და რავი. მოდი წამოდით, გეხვეწებ, იცი რას მაზავთ? არ არის საშიში, არა, ფეხი გვერდულად დადგი და ჩამოხვალ, საშიში საერთოდ არ არის. მიდი ფრთხილად. აი ესე გვერდულად დადგით, მანდ ქვები არის, ქვებს მიაბჯინეთ და ეგ არის. აქედან მეგინათებთ. გიო და ნია არიან. ნინინდანვე გარეთ გვერდებიან მანქანაში. აი ეგრე ნია. ნია საერთოდ ჩუსტებითა. არაფერი მითხრათ, რატო შეიყვანიო ან რამე. დავხნე მეგობრებო, ადამიანს უნდა ჩუსტებით კი არა. ფეხში შველად შეძლებს. ჩვენ აქ მანამდე დავაკვირდით ყვარს. სულ ფეხსაცმელებია. არაფერი ისეთი. აქ წარწერები. გიო მახსენა წეღან რომ ფრომში გონია თავი. აქ კიდევ ერთი გასასვლელი. აქაც ნაფეხურები მაინც დავაკვირდე. აქ უფრო დიდი გასასვლელია, რასაც უყურებ. აქ უკვე წარწერებია, ჩემს დროსაც იყო მახსოვს. აქ შემოდიან ჩვენაირი გადარეულები. წყალი რას ნიშნავს, ანუ ზემოთ შეიძლება წყალი მოძრაობდეს, რაც უფრო საშიშია ხოლმე ზოგადად. აი მეგობრებო, ეს არის ბოლო. ბოლოში ვარ. მოდით. ასეთ ადგილებში ყოფნას ჩემთვის განსაკუთრებული მუღამი აქვს. თავიდან შეიძლება ცოტა დაიძაბო, სანამ შეხვალ, მაგრამ შიგნით რო შედიხარ, აი თითქოს ყველაფერი გავიწყდება. აღარაფრის გეშინია, არც იძაბები და უბრალოდ ტკბები ასეთი საოცარი ადგილებით, სადაც საკმაოდ ცოტა ადამიანი ჩადის. კამკამა წყალი არის. წყალი? ხო, ანუ ჩვენს თავზე ახლა წყალია. ჩვენს თავზე? კი, მთაში. მიწისქვეშა წყლები. რაც უფრო საშიშ ხდის მღვიმეს. შვიდი ერთ დღეა მეგობრებო. კარგად გრილა.
შემოვედით. ეს არის ბოლო ადგილი რა. ამის იქითაც, ჩემი ვარავდებს გეტყვით. ზოგადად რაჭის გამოქვაბულები როგორია და საერთოდ გამოქვაბულები. შეიძლება საერთოდ პატარა ვიწრო შესასვლელი ჩანდეს. წარმოიდგინეთ რაღაც დიდ ოთახში ხვედი, მე ძალიან პატარა ვიწრო შესასვლელია და გონია რომ იქ წდება. და შეიძლება იმ ვიწრო შესასვლელის მე რაღაც უზარმაზარი ის იყოს უფრო გამოქვაბული. აი სპერგებით. რაღაც ოთახებით. და აქაც არის ეგეთი ვარიანტები, იქაც არის ვიწრო გასასვლელი, აი აქ ქვეშ. ზემოთაც ხედავ. იქით რო იყო კიდე კუთხეში. კი, ისედაც გზაში სადღაც 5 ჩასასვლელი მაინც გვხვდება რა, გვერდით და ქვემოთ. და ზოგადად მეგობრებო, ესენის რო ფორმირდება, დროთა განმავლობაში ხო იზრდება და შეიძლება ეს გასასვლელი დაბლოკოს. იმიტომ რომ ესეთ მე გულის ხო. სხვადასხვა მდგომარეობაც არსებობს, უფრო მშრალი როა, კლდოვანი, ზოგი წყალქვეშა მდგომარეობები და ასე შემდეგ. ყველა სხვადასხვა ვარიანტია. კიდევ სადღაც გაიმართე, ხო წერში როგორც წელი მოვთხოვდა. და მეგობრებო, ჩემი ვარავდით ეს მღვიმე სინამდვილეში ბევრად დიდია, გონია რომ კიდევ ბევრი ოთახი აქვს ამ მღვიმეს, დარბაზებს ეძახიან, მაგას დიდი დარბაზებით რო შეხვდა და რაღაცა გაიშლება. ამის თავზე არის დიდი მთა რა, გაყოლებაზე ცუნთები არის და მგონია რომ ამ თების ქვეშ არის დიდი გამოქვაბულების სისტემა. იმედი მაქვს, ოდესღაც ჩვენს ქვეყანაში მსგავს რაღაცებს ცოტა კარგად მიეხედება რა, ეთყობა დაფინანსება რა ისეთი ან რამე ეგეთი და იმედი ასეთ რაღაცებს ჩვენ ქვეყანაში ოდესღაც უფრო კარგად შეისწავლენ, იმიტომ რომ გამოქვაბულს არც სახელი აქვს, არც ინტერნეტში იძებნება, არაფერი რა, ესე ჩვენს ავით ვიღაცა გზას ჩაუვლის, ცოტა ვერ არის და შემოვა რა, ჩვენც რა. რომელიც არის უსაფრთხო. აქ არის უზარმაზარი კორო. აი რამხელა რამხელა. ეს არის კაცი ჭამია კორო, რომ ერთ სიცხის იმაზე, ერთ ბენაზე თელ სიცხაცის. ახლა ნენემა გავუყვებით მეგობრებო. დათვი არ დაგხვდა. დათვი არ დაგხვდა საბედინო და კიდევ აი აქვე ვიტყვი ვიდეო გვაქვს გადაღებული 2018-ში ან 19-ში არ მახსოვს. მაშინაც ვირუს არ ჭეროდა. ამბობდნენ რომ ხმა დაგებული გაქვთ და რაღაც. აი დედას ფიცა ვარ. არ მიყვარს ეს დაფიცებები და რაღაცა რა, მაგრამ ეს რა ქვია, ცხოვრებაში ერთადერთი შემთხვევა რო იყო, როდესაც ძალიან შემეშინდა. აქ ვიყავით მე და ზოგადად ვზივართ ჩაკუნსულები და გავიგეთ ღრიარისხმა და გავიქეცით. სირბილით წავედით, ისე შეგვეშინდა. შუაშიც გავიგეთ და რო გამოვედით, მერეც გავიგეთ. ანუ სადღაც შუაში იყო, მაშინ სავარაუდოდ. წავიდა. აი, აქაც კი ფოთლის თავსახური კიდე ხარ ხო, რა გჭირთ, რატო ხართ ესეთი ღორები რა? აი, ღორიც ცოდო არის, რომ ღორს გარქმევთ რა. რა გჭირთ? რაღაცა სუფთა ხო უნდა დატოვოთ. არ მიყვარს ეს სიტყვაობა, თორე საგინებლები ხართ რა. ეს ძალიან მაგარია. აქსიომები ჩავიდოდი ისე, მაგრამ ძალიან დავისვრები ისე დასასრული ვარ, სუტარახიანი მაქვს ზურგი. იაქვებს ვაკვირდები იქნებ რამე საინტერესო ვიპოვა. ურამსი, ეს რამ სიღრმეა დააკვირდით? ძირი არ უჩანს. ეს არც ჩანდა აქამდე რო გამოვიარე. აქ მეგობრებო ვიღაც გადარეული ჩავა, ჩემზე უარესი. აი მე რო ესეთი რაღაცეების ცოდნა მქონდეს, კარგი ცოდნა. ჩავიდოდი. მეგონა აქედან იყო იქით გასასვლელი და პირიქით ყოფილა და წარმოიდგინეთ რამხელა არის. მე ისინი მიყვარს ძალიან. ეცავს. რაღაც პატარა კრისტალივით იყო მომეწონა. წამოვიხებ. ეგარი.
გაოცრება რა. მოდი მე ამ გამოქვაბულს სახელი უნდა დავარქვა რა. რას ფიქრობთ? ერთი დაწერეთ კომენტარებში დავარქვა. აბა არავინ არ არქმევს და ვიღაცამ ხო უნდა დაარქვას. სხვადასხვა ამ ტერიტორიაზე კიდევ არის უსახელო გამოქვაბულები, რომლებშიც ავყოფილ ვარ. მაგრამ აი 100% ვიცი რომ არის. ზოგი გარედან ჩანს კიდეც. უფრო პატარა შესასვლელები. ახლა მაგარი. აგრაციო. რა? ეს მეგობრებო გამოვედით. როგორც ვიდეოში თქვი, ვინც ესეთ რაღაცებში მაგრად ერკვევით, გიყვართ, აი პროფესიონალები ვინც ხართ რა. შემიხმენთ Instagram-ზე, ან Facebook-ზე, უფრო Instagram-ზე, იმიტომ რომ მქონი Facebook-ზე უცხოები ვერ წერენ. შემიხმენთ Instagram-ზე და გეტყვით ადგილმდებარეობას. ესეც ვიტყოდი, მაგრამ არ მინდა ვიღაც ესე გამოვლისას ჩავიდეს, ან არ ჩავარდეს, რავი მე ჩემ კისერზე იქნება მე ყველაფერი და. ვინც მაგრად ერკვევით, შემეხმიანეთ, მოემზადეთ. ესი კარგად გატანახმიანდებით. მაგრამ ჩემზე მეტი ცოდნა გიქნებათ. მაგაზე პრობლემა არ იქნება. მოგეთ მეგობრებო, დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება. გამოქვაბულები თუ გიყვართ, ძალიან ბევრია სანახავი და მე ბევრი შემიძლია. აბა მაგათ მეგობრებო, თქვენ უყურებთ VBR-ს.